მადლობთ ძირფასო ტელემაყურებლებო, მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლუზიკუჭავა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზაქარია როჭკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკაში კულაბში. შეგახსენებთ ჩვენი კლინიკის მისამართს, ეს არის ქალაქ თბილისი, სულხან-ცინძაძის 73 ნომერი, ყოფილი საბურთალოს ქუჩა. იმისათვის რომ ჩვენ კლინიკაში მოხდეთ კონსულტაციაზე ექიმთან აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, ამისათვის უნდა დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე 596 34 50 50, 593 33 0233. ეს არის ტელეკომპანია პეკატივის საავტორო სამედიცინო გადაცემა, ეს კულაბი, რომელიც ტრადიციულად გადის 4 შაბათს, ტრადიციულად 20 საათზე, მისი განმეორებით ნახვა შეგიძლიათ მეორე დღეს ან იმავე კვირის შაბათს ან კვირას. ვიდეო გადაცემის გასვლის მერე აიტვირთება YouTube არხის პეკატივის საავტორო გვერდზე, ვისაც ტელევიზიასთან წვდომა არ გაქვთ, შეგიძლიათ უყუროთ გადაცემას და გამოიყენოთ ინტერნეტ საიტი MyVideo.gr პეკატივის გვერდის live რეჟიმი. ჩემი დღევანდელი სტუმარი არის ბატონი ზაქარია როჭკაშვილი. და დღეს ძალიან საინტერესო თემაზე გვინდა ვისაუბროთ. აი ესეთი პოლიტიკური პერიპეტიების და არეული დროის ფონზე გვინდა რომ ძალიან კარგი, ძველი, საინტერესო თემა გაგახსენოთ. ეს არის ტრადიციული მედიცინა. ეს არის ქართული ტრადიციული მედიცინა, უფრო დავაზუსტებდი და თანამედროვე სამედიცინო მკურნალობის გაიდლაინები და კრიტერიუმები და ჩვენ ახლა ვისაუბრებთ და ნახავთ როგორ გამოიყენება ჩვენი წინაპრების გამოცდილება თანამედროვე მედიცინაშიც. და თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგიერთი ხალხური საშუალება ძალიან ორგანულად შეერწყა ფარმაცევტულ ბიზნესს და გადმოვიდა მედიკამენტებში, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი წინაპრები არც თუ ისე ორიგო მკურნალები იყვნენ. და აი ხა გადაცემის დაწყებამდე მე და ბატონი ზაქარია საუბრობდით, რომ ჩვენ ვართ ბედნიერი ერი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი სამედიცინო ისტორია, ასე ვთქვათ, არა მარტო ცნობილი ქართველი ძველი მკურნალების სახით, არამედ სამედიცინო ლიტერატურის სახით, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულიანი ისტორიას ითვლის და მოდით გავიხსენოთ ცოტაოდენი ამის შესახებ. ბატონი ზაქარია, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოგესალმებით. ჩემთვის ცოტა უჩვეულო თემას რა. კი ბატონო. ბატონ ზაქარია, ძალიან ხშირად ხედავთ ხოლმე, რომ პაციენტები მით უმეტეს გასტროენტეროლოგიაში თვალი რო გადავავლე გადაცემის წინოცა მემზადებოდი, აღმოაჩინე რომ ყველაზე მეტი ხალხური ტრადიციული გინდა ფიტოთერაპია იყოს ხომ, საშუალებები გამოიყენება თანამედროვე გასტროენტეროლოგიურ პრეპარატებში და მიდგომებში, თუნდაც იგივე ნუტრიციოლოგიურ დიეტებშიც და არა მარტო დიეტებში, არამედ იმ დამხმარე საშუალებებში, რასაც ხმარობთ. ეხა კომერციული სახელწოდებებიდან თავ შევიკავებთ, მაგრამ არის პრეპარატები, რომლებიც მზადდება მრავალძაღლას თესლის ჩერჩოს ექსტრაქტებზე, არის მედიკამენტები, რომლებშიც გამოყენებულია სხვადასხვა მცენარეების აქტიური ინგრედიენტები, მათ შორის შავი ქლიავის, მათ შორის ანანასის, ბრომელაინი, ინულინი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ინგრედიენტი, რომელიც ფარმაცევტული კომპანია ძალიან ლამაზად ფარმაცევტული სახელწოდებებით მოიხსენებს, თუმცა მათი საფუძველი არის ის ტრადიციული მეთოდები, რაც კარგად იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა და მეცაც ვიტყვი ჩვენ მაყურებლებს ალბათ თვითონაც გაახსენდებათ, ყველა ოჯახში ბებიას კიდე თავისი რეცეპტი ჰქონდა. განსაკუთრებით თითქმის ყველა ოჯახში ჰქონდა თავისი. იმ კუთხიდან საიდანაც თქვენი გვარია ბატონ ზაქარია, კახეთში ღვინო საერთოდაც სამკურნალო საშუალებად იყო გამოცხადებული, ოღონდ ზომიერების პარკლებში. არის კიდევ. არის, მაგრამ ალბათ უფრო ზომიერების პარკლებში გამოიყენებთ. კი ბატონო, და დღესაც არის ძალიან ბევრი ესეთი ნივთიერება, თუნდაც მცენარეული აი წვეთები, სხვადასხვა დამამშვიდებლები, ბარამბოს ექსტრაქტი, ვალერიანის ძირებზე დამზადებული საშუალებები, რომლებიც ისტორიულად რო განვიხილოთ, ძალიან დიდი ხნის წინ გამოიყენებოდა ადამიანების მიერ. კი ბატონო, ეხლაც არის პრეპარატები და უშუალოდ საძილე ეფექტის პრეპარატები ყველა თითქმის დამზადებულია. რომლებიც ჩვენთან ძალიან ხშირად არის ხოლმე გამოყენებული, იგივე იმ ნაწლავტვინის ღეროზე საუბრის დროსაც თქვენ ხშირად ამბობთ ხოლმე. პრეპარატები ესეთი პაციენტებთან, რომლებსაც აქვს გასტროეზოფაგური რეფლიქსი ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ყოველთვის ხდება ჩარევის. საერთოდ რა არის იცით, საქართველოს ესეთი რეცეპტები ძალიან დიდარი ქვეყანაა. საერთოდაც მედიცინა მე მგონია, რომ ეს არის ქართული პროფესია. ამბობენ, რომ მედია საერთოდაც ჩვენი წინაპარი იყო. აბარა აზია საუბარი. ხო, რა ვიცი, ქვეყანა სადაც ზაზაფრანეს კერტელის მოვაწეობა იყო და ასე შემდეგ, ხო ეს უკვე ძალიან ისეთი. მუზეუმის მედიცინის ისტორიის მუზეუმიც არსებობდა ზაზაფრანეს კერტელის სახელობის. ამისთვის გამოყენებული იყო კომუნისტების დროს ლურჯი მონასტერი. ლურჯ მონასტერში იყო. ის იყო ექსპოზიცია, მე აღმოსწრები ვარ ამ პერიოდს, თუმცა ეს ის როგორც ეკლესია არ მუშაობდა კომუნისტების დროს და სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები მედიცინის ისტორიის ბატონი შენგელიას სახელმწიფოებით უკვე ინსტიტუტის ბაზა. და იქ
გვიტარდებოდა ხოლმე როგორც ექსკურსიაზე წაგვიყვანდნენ ხოლმე და იქ გვაცნობდნენ ძველ ქართულ რეცეპტებს. ეს ცოდნა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, სისტემაში მოსაყვანი ძალიან დიდი შრომატევადი საქმეა, ალბათ ერთი ადამიანის სიცოცხლე არ ეყოფა. და ეს რეცეპტები, რომლებიც არის იადიგარ დაუჩია, ზადო ფანასკერტელის ნაშრომებშია, ესენი უნდა იქნას შესწავლილი, დამუშავებული და ისე მოსახლეობის სამსახურში უნდა ჩადგეს. ალბათ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამას კი ბატონო. ბატონო ზაქარია, მე მახსოვს ძალიან კარგად აი ჩემი ბავშვობიდანაც და მე თვითონაც როცა პატარები მყავდა, თუნდაც იგივე საშუალებები, როდესაც გაციების დროს 100 კილის ჩაი, ხო, მე რასაც C ვიტამინის დიდარია, ხო, ლიმონი რა. ანუ ეს ცოდნა იყო გამოცდილებით მოგოროვებული ხალხში ალბათ, ხო? იყო ესეთი სამეცნიერო კვლევები არ კეთდებოდა. ყველა სცენარში არის რაღაცა ნივთიერება, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც არა მარტო სცენარში, ცხოველურ ქონებშია კიდე განთად. იყო ესეთი პერიოდი არა ბატონო ზაქარია? ბრონქიტებს მკურნალობდნენ, მე როგორც ვიცი, მკურნალობდნენ დათვის ქონით, თხის ქონით. მახსოვს ტუბერკულოზსაც მკურნალობდნენ. აპლიკაციას აკეთებდნენ ხოლმე ამაში და შელოდა. ხო. ასთმის შეტევას, ეს ასთმის სინდრომი ბავშვებში რო არის, ხო? კომპოსტოს მოხარშული კომპოსტოს მას დაატებდნენ ხოლმე. კომპოსტოს სიცხე გამოაქვს და თავზე წადებდნენ ბავშვებს. ძმრიან წინდებს იყენებდნენ. ძმრიან წინდების მარში დაზელვა. ჩვენ ახლა წიგნი გვაქვს მე და ბატონ ზაქარიას გადაცემის ვლადობისთვის, ახლა არ გაჩვენებთ სპეციალურად თუ რაღაც კომერციული ის არ გამო, რომელიც არის ვაშლის ძმრის ეფექტებზე დაწერილი, ასე ვთქვათ რა. ანუ ერთი მონო ინგრედიენტი რამდენი დაავადება შეიძლება და მორგებოდა, თუმცა ის ვაშლის ძმარი დამზადებული იყო მათ მიერ და არ იყო რაღაცა საშინელი კონსერვანტების და საღებავების შემცველი. ცოტა ხნის წინ ჩვენ ძალიან ცუდი გადაცემა ვნახეთ, მერიკი თავი იმართლეს. ატამი, რომელიც თავისთავად ძალიან ბევრ სარგებელს შეიცავს და გარკვეულწილად ხილიცაა და ნუტრიციულად ძალიან მდიდარი პროდუქტია, ნახეთ როგორ ღებავდნენ საღებავით. მე თავი იმართლეს ამ ადამიანებმა, იმიტომ რომ მოკვლევა დაიწყო სურსათის სამართლომ ხალხმა მიწერა ერთი ამბავი, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ანუ ეს ხუმრობითაც არ უნდა გაკეთდეს მე რომ გითხოთ, იმიტომ რომ არის რაღაცა, რაზეც არ ვხუმრობთ თო მართალია. აქედან გამომდინარე, მთავარი არის რომ ამ სცენარებმა არ და პულვერიზატორი დღებოდა, დიახ, ბატონ ზაქარია, ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ძალიან ძარი ხუმრობა იყო, არ ვიცი ხარ რამდენად. შეიძლება. ფაქტია რომ გახდა, ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელებში გარჩევის საგანი და ძალიან სერიოზულიც. აქვე ჩვენ ახლა ვსაუბრობდით იგივე გასტროენტეროლოგიურ დაავადებებზე და აი თუნდაც ნუტრიციოლოგიურად ბატონ ზაქარია, როდესაც ჩვენ სხვადასხვა მენიუ გვაქვს მოწოდებული, აი თქვენ ყოველთვის ამბობთ ხოლმე ეს მენიუები არის მორგებული უფრო მეტად უცხოურ სტანდარტებზე, უცხოურ საკვებ პროდუქტებზე და ნაკლებადაა შესწავლილი ენდემური ადგილობრივად გავრცელებული პროდუქტების სარგებლიანობა. თუნდაც ელემენტარულად ვაშლი ავიღოთ, რომელიც ძალიან უსაფუძვლოდ არის დაყრდნებული სხვა პროდუქტებთან შედარებით და ადგილობრივი კენკრეული. ყველა საზარგებლო ხილი. ეხა აბსოლუტური ბუმი გვაქვს ლურჯ მოცვე, რომელიც უფრო მეტად ექსპორტით შემოვიდა, როცა ადგილობრივად გავრცელებული იგივე ველური ბუნებაში მოსული კენკრეული ძალიან უსაფუძვლოდ გადავიდა მეორე პლანზე, როცა თითოეულ მათგანს ძალიან კაი ის ალბათ ისე პოლიტიკის ბრალია, რომ საქართველოში ქართულ წარმოებას არ ეწყობა ხელი და ბატონ ზაქარია, როდესაც ჩვენ ერთი პერიოდი მე ვმუშაობდი ჯგუფთან ერთად, სადაც ხდებოდა ანებიების შესწავლა. იმპორტმა დაჩაგრა ადგილობრივი წარმოება. ასეთივე მოხდა კახეთში, როცა ღვინის ზოგიერთი, ყურძნის ზოგიერთი სახეობები გლეხებმა. ამასთან ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი მე, რომ წლით წლობით ყველა პროდუქტის ფასი იზრდება და ყურძნის ფასი იგივე რჩება ყოველთვის. და ამასთან დამოკიდებულება მიგვიყვანს ბოლოს იქამდე, რომ მასიურად გააჩაგანგებენ ყურძნს. არის კიდე ერთი ცუდი დეტალი, ბატონ ზაქარია, კანონმდებლობით ჩვენ თურმე არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ ღვინის სარგებელზე, იმიტომ რომ ალკოჰოლური სასმელი რეკლამას არ ექვემდებარება. მაგრამ იგივე ჩვენ თუ ყურძნის სარგებლიანობაზე ვისაუბრებთ, ხო? აი, ყურძნის სხვა პროდუქტია და ღვინო აბსოლუტურად განსხვავებული თვისებებს იძლევა.
და აი თვითონ ხშირად ამბობთ ხოლმე ბატონო ზაქარი ამ საწამლასა და წამალს შორის რა პატარა სხვაობაა სიტყვებსაც, ხო? აი ეს ღვინო რომელიც ძალიან ესეთი ვიწრო ზღვარია რა. ვიწრო ზღვარია. წამლად მოიხმარ, წამლად შეგერგება და საწამლავად მოიხარ და საწამლავად გექცა. ესია. ავიცი, აბა ადგილობრივ წარმოებას თუ არ მიექცა ყურადღება, ხო? და თუ არა იყო ჩვენმა ქვეყანამ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოყვანაზე ძალიან ცუდ მდგომარეობას ჩავარდა მოსახლეობა თუ უკვე ჩავარდნილი არ არის. იმიტომ რომ ათასნაირი ხამქიმიკატებით მოყვან ამასინათ ერთი კახელი გრეხი მეუბნებოდა რომ 18 ჯერ შეწამლა ყურძენი. 18 ჯერ თუ არ შეწამლა ყურძენს არ მოდისო რა. არ მოდის. კლიმატი შეიცვალა. ეს ხამქიმიკატებს ვიწრო იწამლება ეს მე ჩამოირეცხა მიწაში ჩადის და იმიწიდან ისევ ის ყურძენი უნდა მიიღო და უკვე გარედან კი აღარ აქვს მას ეს საწამლავი მისხმული. შიგნიდან წამოაქვს გამიგე და განადგურდა საქართველოს უნიკალური ნიადაგები აქვს. თქვენ რო იცოდეთ 90-იან წლებში საქართველოში ნიადაგი მოჭრეს და ისრაელში წაიღეს. გემებით გაქონდათ ისრაელში მიქონდათ ნიადაგი რომ იქ რაღაცა მოეყვანათ. ხო, მაგრამ ნიადაგის ნაყოფიერებას ძირითადად ისევ განსაზღვრავს მასზე მოყვანილი პროდუქტები და მე ის მიკროორგანიზმები და რაც მე თუ არ დავთესეთ სწორად უცნაური ჰიბრიდული რაღაცა სიმინდები შემოიტანეს 2000-იან წლებში და ერთი მოსავალი მიიღეს და მეორე მოსავალი ვეღარ მიიღეს, იმიტომ გამოფიტა ნიადაგის. სასწაულად მომატებული იყო ალერგიები ბატონ ზაქარი. იმ კუთხეებში, სადაც ხალხს არ აწუხებდა სიმინდზე ალერგია, თურმე ძალიან მაღალი იყო. ხო, იმიტომ რომ ეს სასილოსე სიმინდი შემოვიდა ფაქტორით, არ არის საკვები სიმინდი ადამიანისთვის რა. ხო. არა ვიცი. ძალიან არც მინდა ამის თქმა, ძალიან უთავოდ უდგებიან საქართველოს მესვეურები. ბატონ ზაქარი, აი ამ საკვები პროდუქტების ყველაზე დიდი შეცდომა და საიდან დაიწყო საერთოდ გლეხის გაზარმაცება, საიდან დაიწყო. იქიდან დაიწყო რომ 90-იან წლებში ადგენდა განთავისუფლეს საკვები პროდუქტები თუ შემოდიოდა განთავისუფლეს საბაჟო გადასახადიდან. საბაჟო გადასახადიდან გათავისუფლდა და ამან მიცა საშუალება თურქულ სოფლის მეურნეობას რომ დაეპყრო საქართველოს ბაზარი. თითქმის 20 წლის მანძილზე ზამთარ ზაფხულს 50 თეთრი ღირდა თურქული პამიდორი ყველაზე ძვირ ადგილას თბილისში დელის მეტროსთან. და ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ თურქეთის მიწაზე უფრო იაფიჩდება რამის მოყვანა ვიდრე საქართველოში 1 კილო პამიდორს რა ნიადაგიც უნდა და რა ხარჯიც უნდა. იქ ზუსტად ის ხარჯი უნდა აქ და შეიძლება ჩვენთან უფრო ნაკლებიც, მაგრამ ფაქტია რომ 1 კილო პამიდორის მოყვანა გლეხს უჯდებოდა თითქმის $1 და 50 თეთრად რო თურქულ პამიდორს გვერდზე მიუდებ. როგორ გაყიდოს ამ ქართულმა გლეხმა? ამ დროს იყო სოფლები, საიდან ცნობილი პამიდორები და მაგალითად და გაქრა ეს პამიდორი, ეხლა ყველა ვარდისფერ პამიდორს ჭოპორტისას ეძახის, მაგრამ ეს პამიდორია არ არის რა. არ არის რაღაცა პლასტმასივით, იმიტომ რომ გლეხს ეგონა რატომღაც რომ ეყობა ეს თურქული რაღაც თესლი უფრო ნაყოფიერიაო და ჩაანაცვლა პამიდორის თესლი. და გაქრა ეს პამიდორი. ბატონ ზაქარი, რაღაცა ხდება მაინც ბაზარზე. აი მაგალითად წელს არანორმალურად ძვილი იყო ბალი. ეს იყო აბსოლუტურად არარაციონალური შეფარდება სხვა საკვებ პროდუქტებთან. იმით თავის ვართლება რომ მოსავლიანობა იყო დაბალი მაინდა-მაინც ბალზე დაუშვათ. ამ დროს ბალზე იაფი იყო დაუშვათ ლურჯი მოცვი, რომელიც წინა წლებში საკმაოდ ძვირად ღირებული პროდუქტი იყო. ხო. ეს არის ზუსტად აი
ველური კაპიტალიზმის ველური შედეგი. კაპიტალიზმი, დიახ, ზუსტად. არაფერი არ რეგულირდა. სახელმწიფო ყველაფერზე თქვა უარი, მე არაფერს არ ვარეგულირებ და გადააბარა ქორვაჭრებს ყველაფერი რა. თქვენ ბაზარზე გლეხი გინახიათ? არ არის გლეხი ბაზარზე. არა და ბაზარზე საკონორნო ბაზარი იმიტომ ქვია იმას, რომ გლეხი უნდა იდგეს იქ. სამჯერ მანამ მომხმარებლამდე მივა 4-ჯერ და 5-ჯერ რომ გადაიყიდება პროდუქტი, ფასი მოიმატებს, ამარა იქნება. ფასი მოიმატებს, ხო? ჩადაბა ეხლა რა აგუტერში რაღაც კიტრი. შეიძლება 5 კაპიკათი ყიდოთ. მაგრამ თბილისში ჩამოდის და 3 ლარი ადევს და 2 ლარი ადევს. რანაირად ხდება ეს? გადაიყიდა. დილის 7 საათზე გადით და დეზერტირების ბაზართან მიდის გაქანებული ოპტომ ვაჭრობა, ანუ საბითუმო ვაჭრობა. და გადაყიდვა უკვე ერთხელ ნაყიდი პროდუქტების, რომლებიც ერთხელ არა, უკვე ორჯერ ნაყიდს, მესამედ გადაყიდვა და მე და კიდე შენახული მე-7 ხელია უკვე მომხმარებელი და ეხლა ყველამ რაღაცა რაოდენობა მოვიდა, დავუშვათ რაღაც ბოსტნეული და ჯაჭვი ჩაირთო 9 ადამიანმა იყიდა გაყიდა. და რანაირად მოახერხა ამ თურქეთის პარლამენტმა, ჩვენმა პარლამენტმა რომ მიიღო 90-იან წლებში კანონი, რომ ოღონდ რამე დასაღეჭი შემოვიდესო. გაჭირვებული ვართ ხალხი და გაანთავისუფლეთ ყველანაირი საბაჟო გადასახადიდან და პირდაპირ რიხი შემოდიოდა. მაგდროს თურქეთმა უყურეთ რა გააკეთა. თურქეთის მეჯლისმა იქაურ პარლამენტს ესე ქვია. მეჯლისმა ადგა და სუბსიდირება გაუკეთა სოფლის მეურნეობას. ადგილობრივ გლეხს აუკრძალეს უცხოელზე მიყიდვა. შექმნეს დამზადების პუნქტები, ჩაბარების პუნქტები და სახელმწიფო მიყიდა საბაზრო ფასში დაუშვათ იგივე პოვინდორი. და საქართველოს პოსტავშა სირციან თუ ვინმე დაინტერესდებოდა იქაური პროდუქციის შემოტანით, სიმბოლურ ფასად აძლევდნენ 1 ცენტად. ეს იმისთვის მომავლისთვის, რომ თურქულმა ბაზარმა ჩაანაცვლოს თურქულმა პროდუქციამ ქართული პროდუქცია, ამისთვის ამ ხარჯებზე წავიდა ის ქვეყანა. გესმით ხო რაზე საუბარი? და თითქმის თბილისამდე ჩამოტანა ერთი ფურა პომიდორის 18 ტონა პომიდორის ჩამოტანა თითქმის $1000 უჩნდებოდა. და რა თქმა უნდა იმან ადგა აქამდე ჩამოტანა და ჩამოტანილი დაუშვა 5 ცენტი. და დაადო 50 თეთრი. საკმაოდ უხარისხო პროდუქციასთან. ვიცით რა, როდესაც ქვეყანას ფინანსურად უჭის და მოსახლეობას ფინანსურად უჭის, უხარისხოს აღარ დაეძებს ადამიანი. ფას დაეძებს, იმიტომ რომ ვიღაც ქორწილია გადასახდელი, ვიღაცას შორს ჩვენგან ქელეხია გადასახდელი და რა $1.50 პომიდორს იყიდის კაცო ამ ხელოსოფიის გადასახდელად. რა თქმა უნდა ყველაზე იაფიას. და დარჩა ეს შენი ჭოპორტელი გლეხი თავისი პომიდორის ანაბარა და სულ თავისი საჭმელი გახდა. და ამდენმა პომიდორმა და ამდენმა საწებელმა ტყუისწყული გაუჩინა, მე ექიმთან კიდე დამატებითი ხარჯები დაემატა და განადგურდა გლეხი. ტყუილა აბრალებენ ქართველ კაცს, სიზარმაცი არ არის ზარმაცი, უბრალოდ პირობები შეუქმნეს იმისი, რომ გაზარმაცდეს ადამიანი. იმიტომ რომ მის შრომას ფასი არ დაედოს. საქართველოს უმდიდრესი ქვეყანა არის თავისი მცენარეული სამკურნალო მცენარეებით. უზარმაზარი ფაბრიკა მუშაობდა კახეთში გერანის ფაბრიკას ეძახდა ეთერზეთების. მუშაობს? არ მუშაობს.
ეს არის უმნიშვნელოვანესი, არ ვიცი, სამკურნალო და ისეთი საშუალება, რომელიც არა მარტო პარფიუმერიაში და კულინარიაში გამოყენებულია. ამდენი ატომი გვაქვს, ატმის ზეთი რატო უნდა შემოდგდეს საფთიაქში საზღვარგარეთში? ეს ყოველთვის მიგვრის ბატონ ზაქარია. საზღვარგარეთიდან რატო უნდა ატომს ყრით ჩვენ? ნუშის პლანტაციები გვაქვს კახეთში. ნუშის პლანტაციები გააშენეს ხო კახეთში ახლა? და ნუშის ზეთი რატო უნდა იყიდებოდეს? ამდენი ევკალიპტი გვაქვს და საზღვარგარეთიდან რატო უნდა შემოდიოდეს ევკალიპტის? ევკალიპტი, რომელიც არის უნიკალური სამკურნალო საშუალება და სხვათა შორის იმავე სახსენებელ კომუნისტურ ეპოქაში სანატორიუმებში წარმატებით იყენებდნენ. ერთი მცენარეა, რომელსაც ქვია კოლხი კუმი. დიახ. საიდანაც ზამთრდება კოლხიცინი. ეს არის კაცობრიობის დიდი ნაწილი. კოლხი კუმი, იმიტომ ქვია მას, რომ კოლხეთის ენდემური ჯიშია. და კოლხიცინი კიდე კარგად მოხერხებათ ახლა რა შეუცვლელი პრეპარატია დაუშვათ თუნდაც პერიოდული დაავადების მქონე ადამიანებისთვის. რატო არ უნდა ვაკეთებდეთ ამას ჩვენ? ამდენი მიწა დაუმუშავებელი რო არის ადამიანო, ამ ეკონომიკის სამინისტროს რო აქვს ეს მიწები და მაინდა-მაინც არაბებზე და ემებზე რო ყიდის, ხო? რაც არა აქვს ჯერ გაყიდული ადგეს ერთ წელიწადს დახნას რა. სამუშაო ადგილები გააჩინოს თვითონ სახელმწიფო საწარმო შექმნას, კაცო. არ შეიძლება. ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს ტრაქტორისთვის ჩასასვლელი საწვავი და მოახდენინოს, კაცო. არა, მაინდა-მაინც ვიღაც გლეხი უნდა მოვიდეს, გაზვალტყავებული, რომელიც ნუ კარგია, ავდგები და ამას მოხნა. რომ მოხნავს ეს კაცი ამას მოსახნელი ფულია. ხო ბანკიდან უნდა ასესხოთ არა ეს ფული. მე არის ერთი ძალიან საინტერესო დეტალი. გარდა იმისა, რომ საკვები პროდუქტები მე მოვა სიტყვა, ეს საწყალი ერთი კაცი, რომელსაც დაუშვათ 10 ჰექტარი აიღო და დათესა. ეს მას შეიძლება სიტყვა მოვიდეს და ისე გაუჩანაგდეს, რომ მისთვის ეს სასიკვდილო განაჩენი იყოს უკვე. საშინელებაა. სასიკვდილო განაჩენი იყოს. ზოგი ბანკის სესხით და მთელი ამბით აკეთებს. ზოგი კი არა უმეტესობა, კაცო. ვინ აი ხო კახეთში ჩადით ემსატებიან უკვე მე-7 მე-8 მე-9 მოწამბისთვის. ეს საწავლოები და საკუთარი მიწებივეა ჩადებული, ხო ბატონო? და საკუთარი წარმოება, საკუთარ მიწებს და სახლკარს დებენ, რომ როგორმე მოსავალი მიიღონ. ერთი პერიოდი, როცა საუბრობდნენ აპარატურა, რომელიც ბანკებიდან იყიდეს, სახნავსათესი, როგორი უვარგისი გამოადგათ და რა დღეში იყო მოსახლეობა. ნუ ეს ძალიან მძიმე თემაა. მეტადრე მაშინ, როცა ეს საკვები პროდუქტები არის სამედიცინო საშუალებებით, საქართველოში არ არის განვითარებული ბადების წარმოების ბიზნესი, ბიოაქტიური დანამატების. აი, რა ვიყოთ ეს ვაშლის მარი, რატო უნდა კეთდებოდეს რუსეთიდან და მოლდავეთიდან რატო უნდა შემოდიოდეს, მაგრამ ვაშლი ვეღარ დაგვიძმარებია, კაცო. ვაშლი, რომელსაც ყრიან მდინარეში, როდესაც უფუჭდებათ, ხო, იქ განიცდის ისეთ პროცესებს, რომ ფაქტიურად გარდაიქმნება, ანუ ეს არის საოცრება, რომ ჩვენთან ხდება პროდუქტები, მე მახსოვს როგორ გადაყარეს კომბოსტო ტონობით მდინარეში, იმიტომ რომ აი, კაცი გამოვიდა ინდას და ხალხს ეუბნება, რომ ზეთი არ იხმაროთ, შეგნით, არ ვიცი, პალმის ზეთია შერეული, არის მატორის ზეთი არ უთქვია თუ არა. ეხა რეგულაცია გამოვიდა ახალი ჩვენ მთავრობის და ნახოთ ზეთზე ძალიან კაცრად უნდა იყოს კონტროლი, იმიტომ რომ საშინელი შედეგებია. ზეთიც ასევე სხვათა შორის არის ძალიან ბევრი სამკურნალო საშუალება, მაგრამ დაუსაბუთებლად ამოიღეს სხვა კახური მზესუმზირი ზეთი, დაგვამწმუნეს რომ ეს იყო საშინელება და დღეს ამდენი საქონელია ფერმები ხო გაიხსნა რა? ხო, აქვთ აგეთ უნდაც ახლა ხანსრევა რაღაცას ვაჭმევ და თავის თოხებს ხო ესე. რატო შედით მაღაზიაში და ნახეთ, კარაქს ვერ შევ, რატო უნდა ყიდდეს კარაქი, რაღაცა 18-20-25 ლარი. და რატო უნდა ქონდეს სპრედის სახით მინარევი? რატო უნდა იყოს საერთოდ? და რატო უნდა იყოს კარაქის მაგვარი რაღაცა ეს კომბინირებული ცხიმია. უზრუნველად კომბიჟის ეძახდნენ, გამიგე
ის არ გამოიყენება, არ შეიძლება იმის გამოყენება, არც იმაში შეწვა არ შეიძლება და არაფერი. ცხოველური ცხიმი ერთი პერიოდი ამოიღეს მთლიანად ხმარებიდან, გვეუბნებოდნენ, რომ აი ღორის გავს მოსახლეობა სისულელე და ჩანაცვლა მარგარინებით, ჩანაცვლა საშინელი ზეთებით, რომლებიც ვერ უძლებდა ტემპერატურულ დამუშავებას. რავი, ჩვენი ბებიების უღორის ხოში გვიკეთებდნენ რაღაცებს, კაცო და ჯერაფერი არ მოგხსნია. სხვათაშორის ბევრად ძვირადღირებული ცხიმები ჩანაცვლა ძალიან ისეთი ანალოგებით. ეს ძალიან მძიმე თემაა. ასევე ძალიან ცუდი თემაა, რომ ჩვენთან არ არსებობს ესეთი ეგრეთ წოდებული ბადების ნედლეულის წარმოება მაინც, რაც გამოიწვევს აი ამ პროდუქტებს კიდე ახალ შანსს მისცემს. აი დღეს მაგალითად ყურძენი მსოფლიოში ითვლება უნიკალურ საშუალებად და ჩვენ ერთხელ მოყოლილიც გვაქვს ეს ისტორია, როგორ შეიქმნა თუნდაც კოდალის ბრენდი, მსოფლიო ბრენდი პარფიუმერული, რომელიც ყურძენის წიფწისგან არჩენი პროდუქტიდან ფაქტიურად ამზადებს უნიკალურ. ამერიკაში გამოდის წამალი ანტიოქსიდ-G. როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი. საფერავის წიფწიდან კეთდება. საფერავის წიფცა. სხვადასხვა ძალიან უცნაური სცენარია ბატონო ზაქარი. ყველაფერი სასარგებლო აქვს. ყველაფერი კარგი აქვს. ვერურად ზარტ ჯიშები არ შეიძლება მიიღო. ხო, მართალია, მაგრამ ეს ვაზი არის, ფოთოლიც კარგია, ლერწმისგან ესეთი შესანიშნავი საწვავი მასალა კეთდება ხო სტრაფიცვის. ანუ უნიკალური პროდუქტია თავისთავად და ასევე მიიღება ბუნებრივი საღებავები მისგან, რომლებიც ჩვენ ახლა ნაკლებად ვიყენებთ ამ მიმართულებით, თუმცა მაინც. კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ბატონ ზაქარია, ბავშვების მედიცინა, პედიატრიულ პრაქტიკაში ძალიან ინტენსიურად გამოიყენება და ცდილობენ დღესდღეობით ექიმები, რომ დააბრუნონ ისეთი პრეპარატები, რომლებიც თუნდაც საღებავის ან არომატის სახით შეიცავენ ნატურალურ ინგრედიენტებს. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გადაცემა ჩავწერეთ, სადაც ვისაუბრეთ თანამედროვე საღებავებზე, აი როგორ ამოიღეს, რა სკანდალი მოყვა ამას, როგორი ცუდი ეფექტი ჰქონდა. როცა ყიდულობ ალუბლის გემოიანო დავშეთ ყელის საწუწნ აბს, რატო უნდა იყოს მასში ალუბლის გარდა ყველაფერი დამატებული. ხელოვნური დანამატებითაა შევსებული. ამ დროს შესანიშნავი მეთოდები იყო და დღესდღეობით უკვე ბევრი პედიატრი და ბავშვი დედებს ეუბნება, რომ იცით რა, კვაწარახი თუ შეჭამა კარგია, თურმე კარგი ყოფილა, ეს თუ შეჭამა კარგია. კლაპი თუ შეჭამა კარგია. ანუ რაღაცები რაც შეიძლებოდა რომ ჩაგვენაცვლებინა ბუნებრივი საშუალებებით, ისევ და ისევ ბრუნდება. ესეც რაღაცა პარადოქსია, ცოტა შორიგზით შემოვიარეთ და უბრუნდით რაღაცა ესე. ყველაფერი გენიალური, კარგად დავიწყებული ძველია, რო იცოდეთ. კი ბატონო. ადამიანები იმის მაგერად რომ თავიანთი მეხსიერება, ისტორიული მეხსიერება შეინარჩუნონ, ჩვენ გავართ და ვავიწყებთ ჩვენს მომავალ თაობებს ყველაფერს. თვალით აღარ აქვს, მალე მოვა დრო, რომ ბავშვებს შეეკითხები რა არის ვაშლი, ვერ გეტყვის. ვაშლს იცნობს, მაგრამ ის რო ხეზე იზრდება, ის არ ეცოდინება. ივალთ მანდამდე. ანუ ბუნებრივ პირობებში ვერ ვხედავთ თუ რა? აღარ არის, არ მოდის. წელს სხვათაშორის ერთ-ერთ მეცნიერს ბანანი რო პალმაზე იზრდება, თურმე დღესაც არ იცის. იმიტომ რომ თვალით არ უნახია ეს. გესმით ხო რას ვამბობ? კი, მესმის, ხო, არა აქვს შეხება ბუნებასთან. შეხება არ აქვს. ზოოპარკი რატო მოიფიქრეს, რომ ცოცხალს უნდა ენახა ადამიანს რა არის დათვი. ის კი არა ვიღაცა რო ადგება დახატავს სიმახინჯეს და ეუბნება ბავშვს ეს დათვი. კი ბატონო. ციცაკაო ცუდი და მავნეაო და საერთოდ თვალსაჩინოება არის მეხსიერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საშუალება რომ ადამიანს ასწავლო. დიახ. მით უმეტესოდესაც აი ეს თვალსაჩინოებით უფრო კარგად სწავლობს და კარგად გებულობს ადამიანი ხო იმართებოდა ბატონ ზაქარია, მიყავდათ მოსწავლეები ბოტანიკურ ბაღში დავშად, იყო ეს კაი პრაქტიკა. და ვიღარ გიშვებს ბოტანიკურ ბაღში ერთი კაცსაა. სად მიჩნია ბოტანიკურ ბაღში? დაფარილებას. ბუნებრივ პირობებში ხელმცენარეების ნახვისთვის. საქმეა რაცო. ბავშვებს ცირკი არ უნახიათ. ისე ისდებიან და ისე ბერდებიან, რომ ცირკი რა არის, არავინ არ იცის. მაგრამ ზოოპარკიც აღარ იქნება, იმიტომ რომ ზოოპარკში ცხოველი აღარ არის და
ნორმალური პირობების ზოოპარკი არ გვაქვს ბატონ ზაქარე და იმიტომ საშინელ პირობებში გვაქვს. არა, არიან კიდე ის მოხრეები, რომ ვაფშე უნდა გაუხდეს ზოოპარკი თურმე გარჯერდა. პირობებს თუ არ შეიძლება. თურმე ცხოველები არიან გაუსაძლის მდგომარეობაში მესმის. ესმის კი ბატონო, მაგრამ ეს ბავშვები როგორ დავზარდოთ? ბავშვს როგორ უნდა შეაყვარო ცხოველი თუ ვერ იქცემს, რა? მახსოვს თბილისში ჩამოიყვანეს სპილო მოკტაეთი, ჩამოიყვანეს ბაჩო. მახსოვს ბაჩო. ეგ ისტორია. თელი თბილისში ზეი მიიღო და როგორ მოაცილებდნენ ამ ბაჩოს როგორც ეს იყო რაღაც აღტრევანზე არაბი შეიხი რომ დასვა ის რაღაც პრობლემა ჰქონდა ხო თათზე თუ რაღაცა იყო და წინა კიდურზე. შეიძლება ბეგემოტი ყავდა ვარდისფერი ფეხი ჰქონდა ერთი. და ავიცი მე მაგრამ ტელეფონებში ჩასვეს ეს ბავშვები გამიგე და მიუტან ხილს ბავშვს არის რითია შეწამლული რა არის შეწამლული და ცუდად გიხდება ბავშვი ხო და არ აწამოგაცო ნუ ანალოგია აი სიძვეს თავი დავანებოთ ხო საშიშია უკვე ამასიათ რაღაც პამიდორი ვიყიდე რა ნუ მეგონა რომ კარგი პამიდორი გავრეცხე გამიგე წყალს არ იყიდებს ზეს პარაფინით გაყოფილი იყო დანისპირი ავიღე გადავატარე ზე და აი ამ ხელაზე თეთრი ცვილი აყვანა ეს რო ისეთი კარგი სავაჭრო შესახედაობა ეს და ლაპლაპა ამუშავებენ საკმაოდ აგრესიულად ხო იგი ვიღაცამ თქვა ამას წინათ ქათმებს რომ ბალზამში ამიშვებიან რა ბალზამირებას უკეთებენ ყვითელი ფერი აიგიდოს და ვიღაცამ თქვა გოჭებს იმითი ჰაერთ ბერავე რომ პუტკუნად გამოიყურებოდ საკეთში ვცხოვრობთ ნუ ეს ალბათ ის არის ჩვეულებრივი კრიმინალია მე რომ გითხოთ იმიტომ რომ როგორ მოწამლავ და მოკლავ ადამიანს რა თქმა უნდა კაცო ხო არ არის მარტო ფული ვიშოვოთ არა შვილები არა ყავთ თქვენ აი ადამიანის შვილებო თქვენ თვითონ თქვენ არ აჭრობთ ბავშვებს არ უნდა აჭამოთ რა კიდევ ვიმეორებ აი 20 ჯერ რომ ყურზე შეწავლავ ეხლა იქია გაკეთებულმა ღვინო რაკეთილს დაგახაც ერთი გამაგები საწავა ის შხამები სად უნდა ეს არის ალბათ ნიადაგის გამოფიტვაც ხო ბატონო რა თქმა უნდა გამოფიტვა კი არა ნიადაგის მოწამლაც არის იმას ყურზეს რომ შეასხავ წვიმა რომ მოვა იმას ჩამოიტანს და ჩაიტანს ნუ ალბათ დადგება დრო რომ აი საქართველოს ზოგ რეგიონში იგივე ჭიათურის ტერიტორიაზე და ბევრი სხვაგან საერთოდ მოსავლის მოყვანა და ალბათ მიღება საშიშია იმიტომაც ჩამოდის ის ხალხი და აგერა იმიტომ რომ მიწა აქვს ის აქვს ვერაფერი ვერ მოყავს ზე და ჩამოვიდა თბილისში დგას ელეოს ბაზრობაზე რომ ოღონდ ვინმე სადღაც წაიყვანოს და ერთი კედელი დაანგრევინოს მიეცით ამ ხალხს საშუალება რომ იშრომონ და თავის შრომით თავი შეინახონ საქართველოში კაცი თავს ვერ ინახავდეს მიწაზე შრომით ეს ხო აბსურდია ცოტა ხნის წინ იყო დიდი სკანდალი სუნელებზე ბატონ ზაქარიან ზოგადად ბალახეული მცენარეები ძალიან ხშირად მედიცინაში გამოიყენება და არა მარტო კულინარიაში არამედ მედიცინაში და კიდე იყო მე მგონი ერთი ამბავი ატეხილი და იმაზე კიდე კინძზე კი ეს გარდა იმისა რომ ამერიკაში ტყვია აღმოაჩინეს ასე თქვა ჩვენ სუნელებში კიდე ადგილობრივი ის იყო და აქ საიდან მოვიდა ეს ტყვია ხო სადაც მიწიდან კი ბატონო გზისპირა სავარგულები სადაც არის და გადადის ჩვეულებრივად და ხდება საკმაოდ მავნე. ხა წარმოგიდგენთ, როცა ეს მედიკამენტებში გამოიყენება ასეთი ბალახეული. იმიტომ რომ ის ბენზინი და საწვავი რაც შემოაქვს, ის ტყვით არის გაჯერებული და არანაირი მაგის რეგულაციაც არ არსებობს ალბათ. არ შეიძლება ზოგიერთი იონიზირებული ბენზინების ბევრ ქვეყანაში, ნორმალურ ქვეყანაში აკრძალულია საერთოდ. კარგი დამამშვიდებელი ჩაი იყო და მსუბუქი შარდენი პიტნის ჩაი ბატონ ზაქარია. ეხლა დაასხამე თურმე წყალს და რომ ლაბორატორიაზე შემოწმო. დამამშვიდებელი ბავშვი ბევრად უკლია ცოტა
ცოტა უფრო მეტი ყურადღება მართებს მე მგონი თვითონ იმასაც. პიტნა მარტო იმაში კი არა, ლობიოსაც იმითი ამელებ. ო, მედიცინაში არაჩვეულებრივად გამოიყენება პარფიუმერიაშიც, რა თქმა უნდა, უამრავი რაღაცა. ამიტომ ამბობ, ეს პროდუქტები არ არის მარტო საკვები, ჩვენ მათ არა მარტო პირის ზოლით ვიღებთ, არამედ კანზე და მედიკამენტების სახით კიდე, რა თქმა უნდა. უამრავი მათგანისგან მზადდება სხვადასხვა, რა ვიცი, იგივე აი ბადების წარმოება, რაც ეგან ვახსენეთ, ბიოაქტიური დანამატების და ბიოლოგიურად ეს არის ჩვეულებრივი ინდუსტრია, ისეთი ნივთიერებების, რომლებიც საკმაოდ კარგ სამკურნალო და საპრევენციო შედეგებს გვაძლევენ, მაგრამ თუ ესე წავიდა პროდუქტების მასობრივად დაზიანება, გაუბედურება და გაფუჭება, მაშინ რა თქმა უნდა ის წამლებიც გადაიქცევა ჩვეულებრივ საწამლავად. მე ცოტა ხნის წინ ეწეღან ვამბობდი ერთ აგრონომს ვკითხე, მე-4 წელს რაღაცა ვაშლატამა ნექტარინი არის აბსოლუტურად გადაჯიშებული. თუ დააკვირდებით, უფრო ვაშლისკენ წავიდა, ასე ვთქვათ. ხელოვნური ჯიშია, ეს ჯიშია, რომელიც მიღებულია ხელოვნურად, ვაშლისა და ატმის უყნობის შედეგად და რომელსაც უნდა ყურადღება, რომ კულტივირების დროს არ განიცადოს ესე გადაგვარება. ანუ ამასაც არ ვაქცევთ ეთყობა ყურადღება და საერთოდ რას ვაქცევთ ყურადღება. რაღაცა უცნაური ატომის შემოვიდა, ახლა ბრწყელი ატომებია გამიგე. და სხვა შორის ის გემრიელია მეუბნები. ლექთან არის ატომს არ უნდა გავდეს კაცო. კი ბატონო, მაგრამ ხო ჯამ თუ გვეყვითელი საზამთრო გვაქვს, შავი სტაფილო გვაქვს, ბევრი რამე შემოვიდა ბატონო, უცნაური. აი შავი ნესვი როცა შემოვა, მაშინ გვექნება კარგად საქმე რა, რომ გაჭრი და შიგნას შავი რო იქნება. ეს წინასწარმეტყველება იყო. იქნება მალე. კი ბატონო. სიმბირუ დაცვის სპერმაზე შეაჯვარესო პომიდორიო გამიგე და ყინვა გამძლეა. ვირთებზას კიტრი შეაჯვარესო და ასე შემდეგ, ხო, რაც სასწაული კიტრი, რომელიც ძალიან უყვარდათ ესეთი უროლოგიური პრობლემების დროს, რომ ვითომ შარდენი ეფექტი, კენჭების წარმოქმნის საწინააღმდეგო, ну სასწაული გახდა ახლა ესეთი შეჯვარებები. ზოგიერთი მათგანი ბატონ ზაქარია შუა ზაფხულია და კიტრი 7 ლარი. შუშა კიტრი. პირდაპირ პობაში გადადის. წიფრობამდე ვერ მიდის ზოგიერთი სახეობა, ისე ჯიში ზოგიერთი. ვიყიდე ამას წინათ როგორც გუბკა ისეთი. გამომშრალი, წყლისგან საერთოდ დაცლილი. რაღაცა შეჯვარებული, გენმოდიფიცირებული სასწაული. იცი რა უნდა ვჭამოთ. ну არა ერთი მთავარი პირობა იქნება ალბათ ადგილობრივი ჯიშების დაცვა რაც არის ხო ეხლა დადის ამდენიმე ადამიანი არის ხალხი დაინტერესებული თუნდაც ყურძნის ჯიშების მოძიებაზე და ნახეს რაღაცეები სადღაც გაველურებული გადაშენებული მაგრამ გენების მოდიფიკაციას უნდა ძალიან დიდი პერიოდი დაკვირვება მე როგორი იქნება საიტწავა რა შედეგი აქვს ორგანიზმზე ესე არ არის რომ ვიღაცამ რაღაცასთან შეაჯვარა მიიღო რაღაც ახალი პროდუქტი და მიჩურინის ვაშლი რომელიც გამოგვადგა გირვანქან ახევრიანი ანტონოვკა ხოსაშორის ანტონოვკა აღარ არის ჩვენ ბაზარზე აღარ არის სად არის რო ეძებოთ ეგ ვაშლი ფაქტიურად ვეღარ პოულობ ძალიან იშვიათად გვხვდება და უფრო სხვა ჯიშები შემოვიდა უფრო მაგარი კანით უფრო ყინვაგამძლე რატო გჭირდება ეს ყინვაგამძლეობა საბერძნეთიდან თუ თურქეთიდან შემოდის რაღაცა მწვანე ვაშლი შემოდის დიახ ყველა სადღაცა შეხვალ რომ დაუშვათ რაღაც სალათა მწვანე სალათა ის ვაშლიაში ჩაჭრილი ქართული არ შეიძლება რომ შეჭრა ბატონ ზაქარია გაჭირ მდგომარეობაში შეგიძლიათ გედოთ ერთი კვირა არ ფუჭდება არ ფუჭდება ხო არ ფუჭდება იმიტომ რომ წეღანაც თქვი ზემოდან რაღაცები აქვს სასმული დაპატიმრებულია ამ ცვილში და რაღაც ისეთი ის კი ეს არის ეს მართლა სერიოზული პრობლემაა იმიტომ რომ სასაქონლო შესახედაობა გქონდეს სასწაული რაღაც ექსპერიმენტები ტარდება რაღაცა იდეის კიდე იმაში TikTok-ებში ხელოვნურად კომპოსტოს აკეთებენ თუ ბრინჯზე ბატონ ზაქარია ძალიან ბევრი საშიში ვიდეო საინტერესო ვიდეო რა საშიშია ბრინჯის პარტია არსებობს მთელი რომელიც ისეთ ხელოვნურად საერთოდ მიწას შენახები არ არის ის ბრინჯი ქიმია მთლიანად ჩვენ ლაბორატორიუმს აგერ ძმალი დავლიოთ
ვინმე მხოლოდ ილაპარაკოს ბატონ ზაქარი და გაახსენოს ამ ხოს. თქვენ თქმის არ იყოს თაობა რო არ გაიზარდოს ისეთი, რომელსაც ვაშლი არ ეცოდინება რა არის. ვიღაცა მართლა უნდა და საინტერესო ციგნია იმასაც არის. ძალიან ბროწეული სოღნასავით. სხვადასხვა შორის ბროწეული დაუსაბუთებლად გვართმევენ. მე სულ ვამბობ, რომ სამშობლოა ბროწეული საქართველო, არა მარტო ზოგადად კავკასია. ბროწეული და ჩვენი სიმბოლოა და იმიტომაც ქართულ სუფრებზე და ორნამენტიკაში ძალიან ინტენსიურად გამოიყენებოდა ბროწეული და სხვათა შორის ბროწეულს თვლიდან იმ პერიოდში ანემიის წამლად. ესე თვლიდნენ რა თქმა უნდა. კინოს შეიცავს დიდი რაოდენობა. კი, შესაძლებელია დღეს ახლა სხვა საშმარა, ნუ ყოველ შემთხვევაში პრევენციული ეფექტი თავისი რა თქმა უნდა ქონდა და ბევრი კარგი თვისებაა კიდე ამის გარდა ბროწეულს და ზოგადად. თლიანი ბროწეული. აი და მარტომ შეჭამ. იმიტომ რომ ენერგიის მოზღუდებას თუ არ იგრძნო და წამოხურებას. აი ბატონ ზაქარიასკენ კაი რეკომენდაციაც მივიღეთ ბროწეულის მიღწევა. იმიტომ რომ წამოგახურებს ამიგე, იმიტომ რომ ენერგია ზათ. რატო იყო ხოლმე რომ ტრამვებით რო იცნენ ადრეს პაციენტები, ხო? ჩემს ახალგაზრდობაში აუცილებლად პაციენტთა რომ მიდიოდნენ, ბროწეული უნდა მიეტანათ და პორტოხალი. იცი კი ბატონო, მართალია. იმიტომ რომ C-ვიტამინის დეპოა საშინლად დიდი. მე მახსოვს რომ ამბობდნენ რომ სკინას შეიცავს, სკინას, იმაზე ნაკლებს კი არ შეიცავს, რასაც ღვიძლი. ხურმაო ერთ კვერცხს უდრისო, გახსოვთ ეს ბავშვობაში გვასწავლდნენ. მე დადასტურდა რომ ერთი კვერცხის გული კიდე 8 ტაბლეტ ალოხოლს უდრის. აი ეს ის ძალიან საინტერესო თემაა. ადამიანები, რომლებიც დილით ყოველთვის ხშირად თოხლოდ მოხარშულ კვერცხით იწყებენ საუზმეს, ადამიანებს კენჭი არ უჩნდებათ. გადმოდინებას უწყობს ნაღლის სლაჯი აღარ წარმოიქმნება. ძალიან საინტერესო ეფექტი აქვს, ასე ვთქვათ. ბატონ ზაქარია, ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ. ძალიან ბევრი საინტერესო რეკომენდაცია, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ ავწდით პოლიტიკური ვითარების მიმართულებით, იმიტომ რომ ეს ქვეყანაში ცხოვრობთ. არა, ნუ თან ეს კვების პროდუქტები და ზოგადად მათი სამკურნალო მიზნით გამოყენება აუცილებლად გადაიკვეთება. კიდევ ვიმეორებ, ესე იგი საქართველოში იყო ეთერზეთების ქარხნები, იყო, რა ვიცი, მე რაც მახსოვს სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამამზადებელი პუნქტები იყო ყველა რაიონში, ხალხო და დამამზადებლები იყვნენ, ამზადებდნენ და ეს მერე გამოდიოდა და მაღაზიებში შექონდათ ხილბოსნოვის მაღაზიები რო ერქვა, ხო? დიახ. ხო. მახსოვს ერთხელ სოფელში ერთი ქლიავი ჩამოვკრიფე, მარტო კამს ავიღე, ჩავაბარე, აღებული ფულით კინოს ბილეთი ვიყიდე სოფელში. წავედი. არ გავაფუჭეთ. დიახ. ქლიავი, რომელიც ჩირის სეზონზე ბატონ ზაქარი არის ძალიან ძვირი, ლეღვიც ქლიავი. ქლიავი და გასტროენტეროლოგია ერთ დღეს დაიბადნენ. შავი ქლიავი, შავი ქლიავის ჩირი არის ყველაზე კარგი სხვათა შორის ძალიან ბევრი იმაში მოტორიკის მარეგულირებელი და არა მარტო თვითონ რბილობი, კამპოტიც. კი ბატონო, ნაყენიც, ღამე და ასკი წყალი დილიტალიეთ და ასე შემდეგ. ყველანაირი სახით. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ბატონ ზაქარია, მადლობა მინდა ჩვენ მაყურებელს უთხრა, შევახსენებ რომ ძალიან ბევრი მცენარე საკვები მედიკამენტიცაა, სამკურნალოც ის ისტორიულად გამოიყენებოდა საქართველოში. ბატონი ზაქარია იყო დღეს ჩემი სტუმარი, გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპის ხელმძღვანელი, მთავარი ექიმი და სულის ჩამდგმელი, ჩვენი უფროსი მეგობარი და ადამიანი კიდე, რომელიც სულ გვახსენებს ერთ რამეს, რომ უპირველესი არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის ბრძოლა და აი ამ გზაზე არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ ყოველთვის უნდა ვიყოთ მართალი საკუთარ თავთან და პაციენტთან. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ პროფესიასთან. დიახ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, კარგად ზანდებოდეთ. მადლობა.